შეხედე მონეტა ჩვენი ხომ არ არის ჯობია ადგილზე დავაბრუნოთ როგორი პოვის პატრონი ასეთ ბარდებში მას დავასკანერებ და პატრონს ანაბეჭდებით ვიპოვით სკანირება ანალიზი ანაბეჭდები აღმოჩენილი არ არის ნაპოვნის სავარაუდო ასაკი 300 წელიწადი ბაშა უძველესი მონეტა ვიპოვეთ მოდით კიდევ მოვძებნოთ იქნებ მთელი განძი ვიპოვოთ განძი მოკლედ განძი მაინც ვერ ვიპოვეთ ვერ დაგეთანხმებით ყველა ეს ნივთი ძალიან ძველი ამიტომ ფასეულია დიდი ხნის წინ იქ სოფელი იყო შესაძლებელია რომ განძიც იყოს ვინ იცის მაგრამ ამას სპეციალისტებმა უნდა მიხედონ ნაცნობი არქეოლოგები მყავს დავურეკავ და გათხრებს დაიწყებენ მათ გარეშე გათხრა არ შეიძლება ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს რომ ძველი ნივთები არ დაზიანდეს ნეტო მალე ჩამოვიდნენ არქეოლოგები ისინი როდის ჩამოვლენ წამოდი კაჭა სად როგორ თუ სად გავთხაროთ ფრთხილად ოღონდ გოლი არ გაიტანოს Браво! მეგობრებო, სასწრაფოდ გჭირდება თქვენი დახმარება. გათხრები უნდა დავიწყოთ. მურც რა ვუყოთ? მერე ვიპოვით ტრაკ. თავარია ბაზის დამალვა არ დაგვავიწყდეს. არაფერი არ ჩანს. დო, აქ დადექი თუ შეიძლება. შუქი? კარგია, მაგრამ მაინც ბნელა. ანკი? შესანიშნავია. გეგმა ასეთია, თორი ზედაშრეს მოაშორებს, ბოლე მიწას გაიტანს. ზარი დაწრულებით ფოტო ანგარიშს მოამზადებს. მე შენ ტრაკ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო გაქვს შესასრულებელი. მაგრამ ხატვა არ ვიცი. ეს მტრის მოსაშორებლადაა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ, რომ არაფერი არ დავაზიანოთ. მზად ხართ? კი. ტურბოზავრებო წინ! ვიპოვე. რა არის? მიდი დაუჩქარე. ვაშა! განძი! ახლა გავიგებთ შიგნით რა არის. ციგნი? მეტი არაფერი? ტყუილად ვიმუშავეთ? ტყუილად არ გვემუშავია. ძველ წიგნებში წარსულის შესახებ ფასეული ინფორმაცია ინახება. ციგნი ბებიას უნდა წავუღოთ. ის კი ნაცნობ არქეოლოგებს გადასცემს. ბებია, რა იყო იმ ციგნში? ახლავე მოგიყვებით. ოღონდ ჯერ ნამცხვარი გასინჯეთ.
საკუთარი გემო აქვს. ადრე ასეთ გემრიელ ნამტხვარს რატომ არ აწყობდი? ადრე რეცეპტი არ მქონდა. ასეთი რა რეცეპტია? ძალიან ძველი რეცეპტია. ასეთ ნამცხვარს ჩვენი დიდი ბებიები და დიდი ბაბუები მიირთმევდნენ. შენ როგორ გაიგეს რეცეპტი? ერთ ძალიან ძველ კულინარიულ წიგნში წავიკითხე. აი თურმე რა წიგნი იყო. მართლაც ნამდვილი განძი აღმოჩნდა. გზავრობა ბებიასთან ერთად. ფედერალური გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, ამის გამო ყველა გზა გადატვირთულია. კარგი რა. ბებია რა მოხდა? კბილი ამტკიბდა. სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე. ავტობუსზე დამაგვიანდა, გზებზე კი საცობებია, ახლა ვეღარ სადაც ვერ წავალ. ბები არ ინერვიულო, ექიმთან მისვლას მივასწრებთ. შესანიშნავია, ძალიან კარგია. ახლა უარესია, მაინც კარგია. ძალიან ნიჭიერი ხარ. ჩვენს ბებიას დახმარება სჭირდება. სასწრაფოდ ქალაქში უნდა წავიყვანოთ ექიმთან. სწრაფად მივიყვანთ და კომფორტულად. თქვენი მფრინავი ნავიგატორი ყოველთვის მზად არის. ეს როგორ ხდება? ქალაქში მიდიხართ? გასაგებია. და მანქანას ვინ წაიყვანს? მართლა, მანქანას ვინ წაიყვანს? არ ინერვიულო ბებია, მანქანა თავისით იმართება. რას არ მოიფიქრებენ? არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ მე გამომყევით. კარგი რა, და შენ ხარ მზვერავი? არანაირი პრობლემა არ იქნება. შესახვევიდან არ ჩანდა. არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ დახმარება გვჭირდება. ხომ გითხარით, საგზაო სამუშაოები, საცობები, კბილი. არ ინერვიულო ბებია. ახლა ყველაფერი მოგვარდება. ჩამოდი, ჩამოვარდები. პრობლემა გვაქვს. საცობებია, გზაზე ორმოა, ბებიას კბილის ტკივა. მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბულ, შენ ქვიშას ჩამოყრი, თორ, შენ კი თხრილს გათხრი. ტრაკ, შენ გზიდან ამ მილებს მოაშორებ და თხრილში ჩადებ. ანკი, შენ მილებზე ბეტონის საფარი უნდა გააკეთო. დავიწყეთ.
არა. აი ეს მომწონს. ვაშა! წი! შესანიშნავი მანქანა. ბავშვებო, ეს ჩემი საფირმო თაფლის ტორტია. ვაშა! რა საინტერესოდ ვიმოგზაურეთ კბილის ექიმთან? და კბილიც აღარ მტკივა. რა საყვარელი ვარდისფერი მანქანა იყო. ალო, ავტოფარეხია? ხვალ თვითმართვადი ტაქსი გამომიგზავნეთ. ვარდისფერი. რა თქვი? რა? თქვენი მანქანით მხოლოდ კატას თუ გაასეირნებ. აი, ჩვენი მანქანა სულ სხვა. ჩვენ სამაგერო დრონი გვაქვს. ძველი მოდელია. პრეისტორიული. მე დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებულს დამპირდნენ. ის რაც თქვენ არ გაქვთ. მართლა? და რა არის ეს? სახლი ხეზე. დიდი და ლამაზი. კარგად თუ მოიქცევით, სტუმრად დაგპატიჟებთ. ალბათ დაგპატიჟებთ. მე ვარ პრეისტორიული მოდელი. თუმცა, გარკვეულწილად ასეა. ზერ ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავგასული ბავშვები არიან. ვფიქრობ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. გეთანხმები. მაგრამ როგორ? ჩვენი სახლი ავაშენოთ ხეზე, რომ სატრაბახო არ გქონდეთ. ჩვენი მეგობრები კი დაგვეხმარებიან. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახლის ნაწილები შეგვიძლია პრინტერით დავბეჭდოთ, მაგრამ შემდეგ ისინი უნდა აიწყოს. თანმიმდევრობით მივყვეთ. ზერ, შესაფერისი ხეა არჩიე. თორ, შენ მის ქვეშ მოედანს დაასუფთავებ. შენ დეტალებს დაბეჭდავ. ან კი მათ ჩემზე დატვირთავს. ტრაკი კი სახლს ააწყობს. ტურბოზავრებო წინ! აქეთ ვიღაც მოდის. დაიმალეთ. შეხედე, საინტერესოა ვისი სახლია. შენ როგორ ფიქრობ? გმადლობ, ძალიან დამეხმარა. მე რა შუაში ვარ? ვინ მოიფიქრებდა რომ ხეზე სახლს მაჩუქებენ? ახლა იმათ აქვთ სახლი, მე კი არა. თუ დავანგრევთ, არც იმათ არ ეკნებათ. ეს კარგი აზრია. ახლა ჩვენს მშვენიერ სახლს დაანგრევენ.
შვიდად. კარგი გეგმა მაქვს. ეს რა არის? არ ვიცი. ალბათ კარი. დედიკო! შეიძლება თქვენთან ამოვიდეთ. ხომ თქვი ჩვენი სახლი გვექნებაო? არაფერიც არ გვექნება, ბორა მოიგონა. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი თქვენაერ სახლზე. კარგი, ამოდით. სამომავლოდ კი დაიმახსოვრეთ, ტყუილის თქმა ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ გვაქვს სახლი ხეზე, ბორიასა და ფედიას კი არა აქვთ. ეს უსამართლობაა. ამას გამოვასწორებთ, მეგობრებო. ერთი საქმე გვაქვს. მიღება. შესანიშნავი სახლი გაქვთ. ჩვენც გვინდა ასეთი. რა შეგჭირდებათ ორი სახლი? რა? თქვენ ხომ უკვე გაქვთ სახლი? აი, შეხედეთ. ეს ნამდვილი ჯადოქრობა! ვაშა! სენსაცია. ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს, რომელიც დინოზავრს გავდა. რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი მამა სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობებია. დიდი მადლობა, ბებია. შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, პაპა ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ გვიპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი, ისეთ ყოფილხართ. თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. ო. კატა, მოდი უფროსებს ვუთხრეთ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამოგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებდი. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ო, ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. გინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება. საინტერესოა რისგან გამაკეთებთ. რა თქმა უნდა ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატა, გენიოსი ხარ. ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო, წინ!
შენ რატომ არ გვეხმარები? როგორც მოდელი მეცსარგებელს მოგიტანთ. ძალიან გავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან. საშიში ცხოველი იპოვეს. დღეში იდგა ვიღაცამ ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეგობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს. გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება.